პენსიონერი იქ არ ჩაეტევა, ხო? ამიტომ აუცილებელია უნდა იყოს 35 მაქსიმუმ ბატონო. აი, მაშინ თქვენ წალი. ახლა მე ამით რომ გავიარო. ერთი პრობლემა მაქვს. იქით ვინ დავსვა? გამოვაცხადოთ ვაკანსია. ვაკანსია გამოვაცხადოთ, რომ ის ადგილი თავისუფალია. მოგესალმები, მერაბი, მოგესალმები. დათო, მოგესალმები, ლუკა. დავიწყოთ განხილვა, მაგრამ როგორ დავიწყოთ განხილვა, მე გასწავლით. რომლი დავიწყოთ? ეს იყოს. ეს არის BMW, ხო? მოდი, BMW-თი არ დავიწყოთ, დავიწყოთ Porsche-თი, რადგან ვერ ამოიცანი. ეს შენ. უყურეთ, როგორ არის. აი ეს Porsche არის Porsche-ა. არის ძალიან მაგარი ავტომობილი. თქვენ ამ Porsche-ში ფანები ხართ, ხო? რომელიც ჩვენ 3 დღის უკან შემოვიყვანეთ, ხო? ამაზე ახლა კარგია, ცუდია, ამაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არის დღეს ქვეყანაში ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. აბა დაჯიქი ლუკა როგორ მოგიხდება? მერაბი. აი ცოლი რომ მოიყვანო ხვალ. და მდიდარი სიმამრი შეგხვდეს. და გითხრას რომ წამო რა, ერთ ავტომობილს გიყიდი მათი მოტორში, სხვაგან ყوار წაიყვან. თან ფასდაკლება გიხდება. და ამ ორი ავტომობილიდან რომელს აყიდიებდი? მე მაინც Porsche-ზე გავაკეთებდი არჩევ. შენ მაინც Porsche-ს არჩევდი? ამას აიყვანდი. შენ დათო? მე BMW-ს დავშევატორო გელა Porsche-ს. Porsche-ს ესყიდულობს თქვენ BMW-ს. უყურე როგორ არის. თქვენს ასაკში როცა ავტომობილს გიყიდიან, მამა იქნება თუ მამამთილი, მეორე თქვენ ბიზნესზე გული აგივარდებათ. უყურეთ როგორ ხდება. ახლა თქვენ ხართ 22 წლის, ხო, 23 წლის. თქვენ დღეს რო ახლა Porsche-ზე დაждეთ, ხო? მერე სამსახურში მოსვლა დაგეზარება, წასვლა დაგეზარება და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა ურჩიო, სასი მამრო ქვია, ხო? და თქვენს მამებს რო ცოტა ხანი არ გიყიდონ ესეთი ძვირადღირებული ავტომობილი. მოგწონს? დიახ. ფერი როგორია? შესანიშნავი. აი იდეალური ფერია, ხო? ძალიან მაგარი. დათო რა სიტყვი? Porsche 911 ეს სიტყვა ყველაფერს ამბობს ბატონო. ეს არის ამას თავისი ფანები ყავს, ხო? ახლა შენ ამის ებრაელებმა ესე იციან, მუშტარს ელოდები, ხო? თუ კლიენტს. თუ მომხმარებელს. ჩემს ენაზე მომხმარებელს ელოდები. მომხმარებელს ელოდები. კარგი. ამის მომხმარებელი აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ამას ლუკა ყავს თავისი მომხმარებელი. ახლა არის ადამიანი აჩუქო, არ უნდა. პიკაპი ურჩევნია ამაზე, მაგრამ არის ადამიანები Lamborghini, Rolls-Royce ეს ურჩევნია, იმიტომ რომ ეს არის ახალგაზრდული და თანამედროვე და ძალიან მაგარი ავტომობილი. და ამას რამდენად მისცემთ ახლა სიტყვაზე თქვათ მოვიდა რეალური ყიდველი. ამ ავტომობილს $65,000 ვყიდით ჩვენ მათი მოტორს ბატონო. $65,000. მაგრამ არის როგორც იტყვიან ბომბა ავტომობილი. და ფასი აქვს ძალიან მაგარი ამ ყველაფრის პირობას. ფასეს დალაპარაკება შესაძლებელი არის ბატონი გელასთან. ახლა მე ეს ავტომობილი რო ვიყიდო და ქუჩაში რო გავიარო, ვინმე ჩამიჯდება იქით მხარეს? პენსიონერები არა, პენსიონერი მაინც არ ჩაეტევა იქ. პენსიონერების მანქანა არ არის. კიო, პენსიონერი იქ არ ჩაეტევა, ხო? ამიტომ აუცილებელია უნდა იყოს 35 მაქსიმუმ ბატონო. აი, მაშინ თქვენ წალი. მოდი განვიხილოთ მეორე ავტომობილი. არა მართლა, აი, ფერი არის რაღაცა სასწაული რა. ძალიან მაგარია. მოდი განვიხილოთ აი ეს ავტომობილი. ეს არის ნათო BMW M4. ეს არის დღეს ითვლება ძალიან მაგარ ავტომობილად, ხო? ვინაიდან ეს კაბრიოლეტი არის, ამ კაბრიოლეტს თავისი კლიენტი ყავს, როგორც ესე რომ ვთქვათ, ხო? დიახ.
კაბრიოლეტი ძალიან ახალგაზრდულიც არის, ყველაფერთან ერთად სპორტული ავტომობილი, სწრაფი ავტომობილი და მით უმეტეს ზაფხულის პირობებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ავტომობილი, მის გათვალისწინებით რომ ჭერი შეიძლება გადახსნათ ამ ლუკა, ახლა მე ამაზე დავждები. და დავკრუგო ვაკე საბურთალო იქით-აქით. და ის ცარიელი რო არის, ცოდვა რა ისიდენია. ერთი გამოაცხადე, თუ ვინმე არის პენსიონერი, ადგილი არის თქო, მე გავალ ამ მანქანას ვიყიდი, დავკრუგავ, მაგრამ შენ გამოაცხადე, რომ გელა ბარკალაია მარტო მოძრაობს თქო და პენსიონერ ქალს ეძებს თქო, რომ გავასეირნო, ხო, აბა მარტო ხო არ ვისეირნებ. მოდი აბა დაჯექი. მერაბი, შენ ამბობ, რომ აი მითხარი გულწრფელად. აი ამ წუთას შენ ამბობ, რომ გირჩევნია პორშე? დიახ. პორშე გირჩევნია? ორივე თავის კლასში იდეალური ავტომობილები არის, მაგრამ ნუ გემონება ცოტა ისეთ საკითხია, ყველა ის პორშეზე შევაჩერებდი ჩემს არჩევანს. დიახ. შენ ცოლის მოყვანამდე გინდა ეს თუ ცოლის მოყვანის მერე? ესეც საკითხავია კაცო. არც მოყვანამდეა ორიგო და არც მოყვანის შემდეგ იქნება. დათო, მოდი აბა დაახასიათეს ავტომობილი. რატომ უნდა იყიდოს ეს თქვა ჩემნაირმა კაცმა? მე არ მინდა ეს. ეს მაინც არის ახალგაზრდებისთვის, ხო? მე რა სათქვენოა ბატონო გელა, იდეალური ავტომობილი არის ქალაქში გასავლელად ყველას თვალს იზიდავს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ როცა ქალაქში გაივლით, ყველა თქვენ გართმევთ ხელს, ყველა თქვენთან მოდის, თუ BMW-ში ზიხარ, მით უმეტეს ყველას ყურადღებას იქცევ. კი, მაგრამ ახლა მე ამით რომ გავიარო. ერთი პრობლემა მაქვს. ვა. იქით ვინ დავსვა? გამოვაცხადოთ ვაკანსია. ვაკანსია გამოვაცხადოთ, რომ ის ადგილი თავისუფალია. კარგი. ლუკა, წამოდი. ლუკა. შენ პირადად ამ ორი ავტომობილიდან მაინც რომელს ერჩევდი? მე ავიჩერდი პორშეს. შენ პორშეს ერჩევდი? პორშე უფრო გირჩევნია თქვენ ახალგაზრდებს ვიდრე ეს? დიახ. მე მაგალითად პირადად მე ამას ავირჩევდი, იმიტომ რომ მე მაინც პენსიონერი ქალები მომწონს, თქვათ. და პენსიონერები უფრო ჩაეტევიან აქ, ვიდრე ხო ესეა? დიახ. აქედან გამომდინარე, დათო, ამის ფასი რა არის? ბოლო ფასი რო იცოდეს კიდველმა. ბოლო ფასი $80,000 ბატონო გელა. ამ ავტომობილზე ბოლო ფასი გვაქვს $80,000. ეს ღირს $80,000, დიახ. ის ღირს $65,000. დიახ. მაშინ რატო ამბობ, რომ ის მირჩევნიაო, ის უფრო იაფია? მე ეს მირჩევნია. შენ ეს გირჩევნია? გავყიდე. მოდი ესე გავაკეთოთ. გავყიდე. მოდი ესე გავაკეთოთ. ლუკას ან და იმას მერაბის. ვაყიდიოთ ეს. და შენ იყიდე ეს. მე ამას ვიყიდე. ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი. დიდარი სიმამრი ჩვენ ახლა ვეცადოთ, რომ ეს ორი ავტომობილი გავაცნოთ ადამიანებს. ამას ყავს თავისი მომხმარებელი. ვისაც ეს უნდა, არასდროს იმას არ იყიდის, მაგრამ ის, ვისაც უნდა, ამას არასდროს არ იყიდის. აქედან გამომდინარე, ყველა ავტომობილს ყავს თავისი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, დღეიდან უკვე ეცოდინებათ, რომ აი ეს BMW არის საუკეთესო, აი ვისაც კაბრიოლეტი უნდა, ქალბატონებისთვის, მსახიობებისთვის, ყველასთვის რა, ნებისმიერი ადამიანისთვის. რა მნიშვნელობა აქვს სახიობს და ეს პორშე კიდე, რა ვიცი, კიდე უკეთესი ხო? და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავისი კლიენტი გამოუჩნდება. ხო ესეა ლუკა? აბა შენ იცი. შენ მითხარი მე შუბლებაში მინდაო წასვლა, ხო? აი ხო ხედავ, რომ ვიღაცებს ეგონა ლუკა უკვე ხო ხედავ პროფესიონალი გახდა, უკვე ახლა უყურე როგორ იქნება. დათოს უშვებ მშობლებაში. უნდა წავიდეს, ახალგაზრდა ბიჭია, შეყვარებული ყავს, მერაბისაც უშვებთ, ხო? მაგრამ ხო იცი ამათი მშობლება როგორაა? უყურე? პარასკევი, შაბათი, კვირა. გააგრძელეთ ბატონო გელა. შენ კიდე ესენი რო დაბრუნდებიან, მერე წახვალ. შენ იმ რატო გიტოვებ? იმიტომ რომ მარტო შენ უნდა იყო აქ და უნდა ელაპარაკო მომხმარებელს. იმიტომ რომ შენ უნდა გახდე აი
საქართველოში ნომერ პირველი მენეჯერი. გაყიდვების აი სუპერ ვარსკვლავი როა წიგნი ხო იცი? გაყიდვების სუპერ ვარსკვლავს უნდა დაუწეროთ ლუკა. გისურვებთ წარმატებებს. აბა. აღარ ბრძანდებოდით.